Როგორ მოგწონს ლიზი? ბგიდ. აბა დავიწყო. ქმარი მინდა ძალიან. სალამი მესტიიდან ისევ. მოცხარს რა ქვია სვანურად? მოდი ვედრო მომეცით აგიგრიფავთ. ჯიხვია, არ არის ეს ჯიხვი, ეს რა არის? ლომი. ვეფხვი. ამოვედით ახლიდან ჩვენ მულახში. ვაიმე, ჩატეხილია. აქ არის ჩატეხილი ეს ხიდი. ერთი ფეხით კიდია მარტო. ჯუბავ. ხარ გეშინია. ხარ ჩავიდეთ ჯუბავ. აბა, დილამშვიდობისა ჭალაადიდან. დღეს მთელი დღეს გავატარებთ ჭალაადში. ოღონდ მყინვარზე არა ვართ დღეს, იმიტომ რომ დღეს მთელი დღეს გავატარებთ ბელუსისთან აი იმ კაფეში. გუშინ ჩვენ დეიდაშვით დაბადების დღე ჰქონდა და აი იმ დაბადების დღეს აღვნიშნავთ დღეს აქ და მოგიყვებით აქედანაც პატარ-პატარა ამბებს. წამოდი. ესე რო დადიხარ, მე უფრო ნაკლებად გეშინია ლიზი. წამო. ეს ატენში რო გვაქვს გადაღებული რაღაცა პაწუკა ხიძე რო გადავდივარ და ლიზიზე რო ვამბობ. გეშინია, ხო გეშინია და სვანეთში ნამყოფი ხარ მეთქი? აი იმ ხიძზე ვართ ეხლა. გინა, გაჭამო. ატენში რო ჩანხარ, ჩვენი ცნობილი ბლოგების ავტორი. ჟუბავ. ამას ვითამაშებთ ესე იგი? აიცით რა მაინტერესებს? სად შეგიძლიათ ითამაშოთ ბილიარდი ამაზე კარგ ადგილას? აი იქით მთა, ჩვენელიზო. აქეთ მდინარე. ზევით მყინვარი. აქ უგემრიელესი სასმელები, კოქტეილები, დესერტები, საჭმელი სასმელი და ძალიან კომფორტული დასასვენებელი სივრცე და აქ ბილიარდი. რას ინებებთ? რა დაგიმზადოთ? მითხარი. არა გვაქვს. მოდი, ჩაიხედე აქ. აბა ეს რა არის? აბა თუ იცი. ეს არის ბუნებრივი მაცივარი. მოკიდე გეხვეწები. გაყინულია. მე მგონი მარტო ხევში შეხვდებით ესეთ მაცივარს. თუ სხვაგანაც შეხვდებით, გითხრა. აბა, ჩვენ ჩამოვედით ჭალაადიდან ჩუბავ. დავაყენე, ტრიპოდის გარეშე დავაყენე. და ლიზი იყო აი აქ ასული, მაგრამ მე ბოლომდე ვერ ავედი, უფრო სწორად არ ავედი. აი იქ რო პატარა დაძარია, იცი? ჯუბავ. იმყოფებით ეს ჯუბავში. ჩვენ ეხლა მივდივართ სახლში და დღეს რას გავაკეთებთ? დღეს მე მესტიაში ჯუბავ. და საღამოს ჩავად ჩვენს მეგობრებთან სეტში. და მე მანქანა უნდა გავრეცხოთ. მანქანა ერთ წუთი იქნებ გამოჩნდეს. რას გვიგავს მანქანა თბილისიდან მოვდივართ ესე რომ აი დილით გავრეცხოთ. არა, აი საღამოს გავრეცხოთ და ჩანს კი. აი მე ეს არის სირცხვილობა გოგოები რომ ესეთი მანქანით დადიან. აბა მე რამდენი დღე მშვიდობისაა? მეოთხე დღე მშვიდობისა მესტიიდან და დღეს გადავიღებთ ესე მოკლე თუ მეხუთე დღე მშვიდობისა. და მოკლე დღეს ჩვენ მივდივართ მულახში. გადავიღოთ იქ რამე. იქ კენკრას თუ დავკრიფოთ, გადავიღებთ კენკრა. თუ არა და იქიდან მოგესალმებით და მე მესტიიდან მოგესალმებით კიდევ. ამოვედით ჩვენ მულახში. ამოვედით ახლიდან ჩვენ მულახში. მანქანას გაუჭირდა ძალიან, მაგრამ ეს ეხლა მანქანა ბოლოს რო გამიფუჭდება და ამ ვიდეოს რო გადამაყლაპებენ ირაკლი და მამა ჩემი მანქანასაც კამერასაც დამჩემ ლაპარაკსაც მე იქნება მანქანას ძალიან გაუჭირდა. აბა თუ კარგად მიყურებთ, მაშინ გემახსოვრებათ აი ეს აღმართი, აბა დედა, რა ქვია ამ სოფელს სადაც ვართ? ჟამუში. ჩვენ ვართ მულახში ჟამუშში. რანაირი სახელებია? ნორმალურ. აუ, ეს ბავშვობაში ძალიან მიყვარდა. სადღაც რომელიღაცა მეზობელს ვსპარავდით, მე და ირაკლი ვსპარავდით. ამისგან რამეს აკეთებთ ხოლმე? კამპოტს. სვანები კამპოტს რას ეძახიან, ხო იცი?
კომფოტს. კომფოტს. კი. მოდი, გიორგი, მოდი. ხაღამხავ. ნაკაჭამო. მოდი აქ გოგო გაგაცნო გინა. დაგინახე რომ რაღაცა მოგაკ დაკრეფილი. აი მულახში რო ეს არ ჭამო. რა არის ეგ? როგ. როგი, ლიზო, შენ არ გაგისინჯოს. ბევრჯერ მაქვს მოყოლილი ამაზე. ამის უჭმელი რო წახვიდე არის სამშობლოს ღალატი მულახიდან მით უმეტეს. გაგისინჯოს ლიზო, შენ? უნდა გაგასინჯო. უნდა გაგასინჯო, უნდა ჭამო. როგორია? როგორი? სათისტება ეს აღარ მინდა. მოგეწონა? აი გეხივით რაღაც დამუღამება უნდა ალბათ ხო? ძალიან გებრილია. როგორ ცანუკეს, რომელსაც მე ვერ უმუღამებ. მეც არ მიყვარს ეს დიდად. ჯერე დავიწყო. ჟუბაბ. მაგრადასხია ხუჩა მთხეშან. ო. გამარა. მოცხარს რა ქვია სვანურად? მოცხარს რა ქვია? მანცხლდ. ესე იგი ვერც ერთი კითხვა ვერ გამიჩნდა ისე რომ გაუცემელი პასუხი იყოს და თქვენ მიპასუხოთ. აბა, სალამი მესტიიდან ისევ. ეხლა მოვედით ბეთქილში და აბა რამდენი გამოიცნობთ, აი ეს რა ადგილია? შენ იცი? არიცი? ყოველ მოსვლაზე გეუბნები. აბა, აქ ვიდეოს ჩავსვავ. მთელი დღე რომ არ დამაძინებ, როგორც ამან არ დამაძინა. უხელ ხამით. როგორც მახსოვს ბავშვობიდან. მოიცა. აი, წერაქვი. ეს რა არის? ეს ჯიხვია, არ არის ეს ჯიხვი, ეს რა არის? ლომი. ვეფხვი. რა არის ეს? აი ეს კუდი, ფეხები, ვეფხვი და წერაქვი. წამოიხლავდით აბა ჟუბაბ. ჩვენ რო ვიყავით მაშინ ადრე, სულ პირველად რო იყავი მოსულ. ეს კარი ღია იყო მაშინ? შევიდეთ აბა, ვაიმე. ხმარი მინდა ძალიან. აქ წერია რა უბრალოდ. აი. ეხლა რო ვიფრინო, იცოდე, არ მშვენი და პირდაპირ მიღებ. ჟუბაბ, ჩამოვიდეთ ჟუბაბ. ეხლა წავალთ დავბრუნდებით სახლში, მოვწესრიგდებით და საღამოს მივიდივართ კონცერტზე. რა კონცერტია? რა საღვნიშნავთ? მუსიკალური სახამო. როგორია? ობა, ქანაობს ეს, რაც მაღლა ავდივარ, უფრო ქანაობს. ხო არ ავიყირავდება? მოდი ვედრო მომეცეთ, აგიგრიფავთ. ოუ, ძალიან გემრიელია. მოიცა ლიზო ჩამოგიგდოთ მაო. ოპ. მოგარგი ტოტია. აბა. სალამი ბეჩოდან. დღეს მთელი დღე ვიქნებით ბეჩოში. ეხლა ვართ ტვებიში, სოფელში და მივდივართ. და ეს სოფელს ქვია გული? მივდივართ გულში. დინდა ეხლა ჩემი თავი გაძებნინო? და ამაზე. კაი, აბა გაქანების გარეშე გავაკეთო. მარტივად ვქენი, აუცა. როგორი ელასტიური გოგო ვარ ნახე. ეს ბავშვო მეგრელები ხართ ბავშვებო? ვინც ბოლო ის ბოროვო და აბა ვინ არის მეგრელი? თამო რაღაცას აკეთებს და ეს აკეთებს. ხო, რას აკეთებ? კუბდორს. რაც ჩამოვედით. ყველანაირი კუბდარი ვჭამეთ. ეხლა ბეჩოს კუბდარიც გავსინჯოთ. აბა წამო მოდი აქად მოვიხედოთ, მოდი. მოდი. ახე. გიო, შეგინდა როგორია? ვერავჭრი. აუ, ცაცაკე ხო არ დავდო და ისე ხო არ დავჭრა. ძალიან ცხელი გამომივიდა რა. უნდა ჩაჭრავი მეგიში ხო? ნახე, უნდა ჩაჭრა ასე, ჩაუში ბოლომდე. ყველას ერთად ვჭრი. ეს კუბდარი იჭრება ესე, თამო შენ არ იცი. ყველა. ეკუსუნე. მოდი გიუსმი უკანა. მოდი ძმაო, აჭამო. შემიფასე აბა ერთი როგორი გამომივიდა. ჩავაჭიროთ ბოლომდე. ხაჭაპური იჭრება ესე. როგორ ხრაში ხრუშობს? ყველს უყურე ლიზი. გადააცვე. აბა რა გამომივიდა? დააფიქსირო რომ აცმევ.
აბა ეგეთ პირობებში როგორ გადამიღებ ერთი ვნახოთ. არ მინდა ქუდი. წავედით. აბა დავიწყო. ქუდი არ მინდა ძმაო. გოჩა წავედით. დავიწყე. ოპა, მე უკვე ძალიან მომწონს. აბა, როგორ მოგწონს? დავიცი ვერ მოპოვერებისო. Squeeze. მიდი, როგორ მოგწონს ლიზი? ბგიდ. ჩუხო ხარა. ეხლა ამას დაგარქმევ. ეხლა ჩვენ მივდივართ გულში გაბრიელ მთავარანგელოზის ტაძარში. და იცი რა დამრჩა? ლაჩაკი. ვესტიიდან წამოვიღე, თავზე მოსახვევი და დამრჩა. ამოვედით კი არა და ავდივართ აღარ რჩება გაზაფარი. მე ხარ შემიცლი. ლიზის ალერგია. გამაბრენ ვაი. მე მგონი ესე უნდა ხდებოდეს. თუ რამე შეგვებთ ხო? ხერა ლამაზი ადგილია, გოჩა. აუ. ქვიშას ვღეჭავ. ლამაზი ადგილია მეთქიცა. ეხლა ავდგე. ჩარე, ავდგე. მე ეგეთ ადგილებში ვარ, გაზრდი. გოგო. მე აქ ვინმე ცხოვრობდა, ოდეს ხარ? 12 მოსახლე? ეხლა ორი აქთან გადავარდე. ლიზი ჩანს რა ლამაზი ადგილია. არ ვიდა არა მე ვიცი ესეთ გომა ეს ადგილებში ვარ გაზრდილი. ლიზი მოემზადე ლიზი. ჭო სად ნეტა რამდენ მეტრზე ვართ? კამერა თავისი. თვითონ ათვალიერებს. ნახე ძმაო თოვლშია მოვედით თუ სადა ვართ. ამოვედით ჩვენ გულში და აბა თუ მიხვდებით რას ვჭამ. მიწიანად. წამოვავიდეთ ახლა. ეხლა გავარკვიეთ, რომ თურმე ყოფილვართ 2035 მეტრზე ამოსული. და ჩიტების ჭიკ-ჭიკი გაზაფხულივით ისმის. წავედით ეხლა ჩვენ ბრუნდებით სახლში და რაც სვანეთში ვარ ეს არ მithქვამს. უკანა გზას რა თქმა უნდა აღარ გადავიღებთ და დაბრუნდებით მერე მესტიაში. აბა მომავალ შეხვედრამდე. Sorry.